ისხდნენ, ყავას მიირთმევდნენ და წართვის სიები. მე ხელითაც შეეხო ამ გოგო შეეხო ხელით. ავადმყოფი ქალი არის. ხოდა ვერ წავარდით სიები ვერაფრით ამბობს. რა სიები იყო ქალბატონო? ხარდამჭერთა სიები კი არა, საერთო სია იყო. ვინ მოვიდა და ვინ წავიდოდა. რა არა გვაქვს ამის შეფლება, ხო გვაქვს. თუ არა გვაქვს, გითხარდი რა გვაქვს ხელი არ ტელევიზიის უკია, მაგრამ არ შეიძლება უნდა არც არავის უკია. ჩვენ ხვალ უშუქენი მერი არის ყველაფერი. და ეს სიებით რა შემოდით, ანუ და რა ჩვენ არაფერს არ შემოვიდა. უბრალოდ მაგიდაზე სიები იდვა. ყავას მიიდვა, ყავა და სიას ერთად უარ მასვიდა. უშუალოდ ვინ წაგართვათ იცით ქალბატონო? იცით ვინ წაგართვათ უშუალოდ? ფიზიკურად ვიცი და ისე არ ვიცნობ. მაღალი გოგო იყო შავგრემანი, ესეთი სწორი თმები აქ. დამკვირვებელია? არ ვიცი დამკვირვებელია თუ რაღაცა მანქანით არიან ეზოში შემოსულები, აბა თუ არის სადმე ოცნების მანქანა ეზოში ან სხვა რომელიმე იმის მანქანა არც ეს ყველა ის ნაციონალების ღმერთმა ხელი მოუვარდოს ვისაც უნდა იმას სახელი გარი თქვენ? ბელა ჟორჟონია მადლობა. აი ხარ ესე იგი ჩვენ ეხლა ჩავწერეთ ქალბატონი, რომელსაც წაართვეს სიები, რასთან დაკავშირებითაც იყო ინციდენტი 29 უბანზე. ეს ქალბატონი არის ოცნების კოორდინატორი. შეგახსენებთ, რომ მას წაართვეს სიები, რასაც მოყვა ინციდენტი. ეხლა აქ ისევ ინციდენტს აქ ადგილი ბატონი ეჩხუბება ჟურნალისტებს, რომელიც სავარაუდოდ კადრში მოხვდა. თეონა რა ხდება, რატომ გეჩხუბებიან შეგიძლია გითხრა? გადაიღე კადრიო დაბურული მანქანი, მართალია უკანამირები იყო დაბურული, შემოდიოდა უბრალოდ რადგან საარჩევნო უბანზე აპირებდა შემოსვლას, ბუნებრივია გადავიდა. არ ვაპირებდი უბანს და შემდეგ გაიხადა უკან მანქანა. რატომ უპიროდა არ ვიცი. არ დაგუპირება გადავსწრაფო. მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ჩხუბა ჟურნალისტს, რომელიც სავარაუდოდ თვითონ და თავისი მანქანაც კადრში მოხვდა.